სტუდენტების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად მიზეზი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და საზოგადოების არასწორი დამოკიდებულებაა. პრობლემის მოსაგვარებლად მზადდება პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და კანონის დახვეწის მიზნით სემინარებს, სტუდენტურ კვლევებსა და სხვადასხვა აქტივობას გულისხმობს. პროექტზე ევროპის იურის სტუდენტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სახალხო დამცველთან ერთად იმუშავებს. სწორია, ეხლა დავწეროთ A. აბა იპოვესად უნდა დაწეროთ თითი დაადე, ხო გახსოვს როგორ ვაკეთებთ აქტით სადება აუცილებლად. 202 სკოლის მასწავლებელი მარიამ მიქიაშვილი უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობს. შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში განათლება მიღებული პედაგოგი ამბობს, რომ დასავლეთში საზოგადოების დამოკიდებულება ქართული რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება. საქართველოში ძალიან ხშირად გრძნობ რომ ვიღაცას ვეცოდები ან ვიღაცა თulis რომ რაღაც საწყალი ვარ. ძალიან ხშირად ჩემს მაგივრად შეკითხვას უსვამენ ვიღაცა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემ გვერდით. ანუ მაგალითად, სად მუშაობს, ან რამდენი წლის არის. ანუ თუ მეკითხვის ხოლმე განსაკუთრებით ეს სად მუშაობს, იმიტომ რომ თუ ადამიანი მუშაობს, სავარაუდოდ იმასაც მოახერხებს, რომ პასუხი გაქცეს სად მუშაობს. ყოველთვის რაღაც ისეთი განცდა ხოლმე, რომ არათანაბარია დამოკიდებულება, ანუ მე ის მეცოდება, ის არის რაღაცა უჭირს, რაღაცა არ შეუძლია და მე მუდმივად უნდა დავეხმარო და ესეთ მიდგომაში შეიძლება მათი აქტიური მხარი დაგვაუწყდეს. ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი საქართველოს დღის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა მიმართ საზოგადოების და მედიის სტერეოტიპულ დამოკიდებულებასა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს. თვითონ ბავშვები გვეუბნებიან ხოლმე, რომ შეიძლება უბრალოდ მოვიდეს ადამიანი, ძალიან კარგად გვეთამაშოს, ძალიან კარგი დღე მაჩუქოს, მაგრამ მე რეწყვეტა, მე თვე, 2 თვე, 3 თვე გავა და ჩემთან აღარავინ აღარ მოვა. ან მე ვერავისთან ვერ წავალ. პირველი ნაბიჯი საქართველოს წარმომადგენელმა ამ საკითხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ევროპის იურის სტუდენტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სახალხო დამცველთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა საკითხებზე ახალ პროექტს იწყებს. პროექტი ცნობიერების ამაღლებისა და კანონმდებლობის დახვეწის მიზნით სპეციალურ სემინარებს, სტუდენტურ კვლევებსა და სხვა აქტივობებს გულისხმობს. სტუდენტებმა დღეს ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიშიც მოისმინეს. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ სტუდენტები უფლებადაცვით სფეროთი უფრო აქტიურად დაინტერესებული იყვნენ, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებით, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ 2009 წელს საქართველოს ხელი მოაწერა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას და ამ კონვენციის რატიფიცირება იგეგმება წელს. ევროპის იურის სტუდენტთა გაერთიანებაში 42 ქვეყანა შედის. მას საქართველოს 2008 წლიდან შეუერთდა და დღევანდელი დღე ევროპის 200 უნივერსიტეტთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა უფლებების დაცვის საკითხებში სტუდენტების გააქტიურებით აღნიშნა.